იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. Beba, მოვედი! ვაიმე, ციაკო, შეგენაცვალოს, ბებო. ჩემო ლამაზო, ჩემო დახატულო, დატრიალდი ბებოსიო, დავენახე ბებოსიო, ეს ვინ ჩამომივიდა? მარინა! ბებო, გეხვეწები. მარინა, დოდო, მიმიში ბებო. არა, ბებო, გთხოვ, თუ გიყვარო არა. ისედაც ხმაურს და წიოქს გამოვეკეცი თბილისიდან აქ. მინდა რომ სიმშვიდეში, სიწყნარეში ვიყო და დავისვარო ნორმალურად. შეგენაცვალოს, ბებო, მომისმინე, რომელ სიმშვიდეში? უბნის მაღაზია ხომ ჩამოიარე? კი? ჩვენ უბასაც ხო ჩამოუქროლე? კი? ხო და მე რომელ დამალვაზე მელაპარაკები? ესე იგი ყველა მიცის. დოდო, შემოდი მერე ციაკო უნდა გაგაცნო. შეგენაცვალოს, ბებო, ჩემო დახატულო, როგორი გალამაზებული ხარ ბე. მადლობა. რას შვები ისე? რაზე? ოჯახის ამბებში როგორ ვართ, ბებო? კარგად. არაგირებ გათხოვებას. არა, ბებო, რა გათხოვება? ჯერ ძალიან ადრეა, არა. ბებო, მომისმინე, შენ თუ ეხლა წონის დაკლებას ელოდები, მაშინ ძალიან დაგიგვიანდება, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ნელა ვიკლებთ, ძვალმსხვილები ვართ და გვიჭირს დაკლება. არა, ბებო. კარგი ბიჭი უნდა გაგირიგო, თასავით, მოზვერივით ბიჭები ყავს. აბა, ისეთი კარგი თაობა აქ რო რა ვიცი. არა, ბებო, არა, რა თმინდა, სოფლელი ბიჭები, კაცო და ისე გახტო მომჭირდება? ბებო, მოდი აქ. რატო არ გინდა გათხოვება? როგორი ლამაზი თვალები გაქვს, ლამაზი კისერი, ლამაზი მხრები, ფეხი, წვრილი წელი. ბებო, ერთი კარგი ბიჭი უნდა გაგირიგო, უნდა გაგირიგო. აბა, მეწყინა, მაგრამ რა ხდება? არაფერი, ბებო. 2, 3, 4. რა ხდება? დედა არ მჯერა, ქალო, რამხელა გაზრდილა, ციაკო, ადექი დედა. მოდი ნინა, მოდი. გამარჯობა. დედა რა კაი ფერხორციანი გოგოა, დატრიალდი დედიკო. დატრიალდი, ბებო, დატრიალდი. რატო? აი გოგო, აბაკვილები მაჩვენე დედა. რატომი ძალიან გე, აი ნუ. ბებო. რა დილები კაია. ადექი, ქალო, რო გეუბნები, ადექ თეძო მაჩვენე. ბარძაყი. ბებო, რა ხდება? კაი გოგო ხარ, დედა, ცოტა მენჯი აქვს ვიწრო ბავშვის გაჩენა მე გარაფერი არ არის, კაცო. რატო? აი, აბა, ეხლა მოეწონება ჩემ ბიჭს ნუნუ, ზუსტად ვიცი. კაი, წავიყვან მოკლედ და ბერტი თუ გამოგიდგება მოგიბრუნებ მერე. ერთი წამი, ქალბატონო რა, ჯერ რას ნიშნავს აი ეს რანაირად გამსინჯეთ საერთოდ და მე კიდე ვინ ბრძანდებით თქვენ ძალიან მაინტერესებს. ტონი აქვს დასარეგულირებელი. მაგრამ მივხედავთ მაგას. პატარაა ჯერ. კაი, ტონს დავარეგულირებთ. კაი, ესე იგი რას ვიზამ ახლა ნუნუ მე. წავიყვან ყოველ დილით ცხელთონის პურზე რომ გადაუსავ ამ ღორისკო გიყვარს და ღორისკო. აი მე რა ღობებო. ღორისკოს ამოუსებ ლოყებს ლამაზად რომ დაუწითლდება ლოყები, იტყვიან აი ეს თამროს რარძალი მოუყვანია. არ უნდა ღორისკო მერე სიარულისას ეს თეძოები ბორბალივით რო დაიწყებს მოძრაობას, მთელი სოფელი გაგიჟდება, რარძალი ყავს თამროსო. ერთი წამი, კაცო, რა ბორბალი და ჩემი ბიჭისთვის, დედიკო. რა თეძოები ბორბალივით, რეებს ლაპარაკობთ, ქალბატონო, თქვენ ადამიანზეა საუბარი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ვერ გავიგე. ერთი ძალიან მაინტერესებს რა, აი ამ ქალისნაირები ბევრნი არიან აქ სოფელში, ცოტა მეშინია, ბებო. დამშვიდი ბებო და ენას. ისი გეშილია გოგონა. ბებო, გთხოვ, მეშინია. ისი გეშინია, ბებო. 3, 2 და 1. მოდი მამიკო გენაცვალოს, მოდი მამა, მოდი დადექშვილო აქ. აბა ხალი მანახეთ. ხალი რა? მოდი შვილო. დაინახე. შენ გენაცვალე. აი მამიკო, ზუსტად ასეთი ხალი უნდა შევარჩიოთ. მამი, ხალი როდის არის იცი ყველაზე მაგარი? ლოგინის 70%-ს რო გაგივსებს. მამა, მაგრამ ეს ახლა რა არის? 60% შეავსოს მაქსიმუმ, მაგრამ შენ არ გეიბრანჭე მამა, ხუთი გადაეწინას კი გეისწორე მამა. შენ არ ინერვიულო, დამაცადე გადაეწინე. შენ არ ინერვიულო, მამიკო. ამას საჭმელებს ვაჭმევი, კორმი იქნება, ჩაფუშნული სემინდი ეს. ამას მოვამატე სტანდარტს გავხდი, მამა. შენ არ ინერვიულო. აზარა რიგი დაიკავე ახლა
შენამდე მე მოვედი აქ. ო, მოსულა გადადი ეს. ჩემ უკაცკო გეუბნები. მე ხალო სიტყვას რო ვიტყვი, ბორს რო ვიტყვი, რასაც ვიტყვი, მე იმ სიტყვას არ გადავალ. მამიკო, გახსო შე რო გითხარი სიმის ლარზე ნაკლებად არ გავყიდითქო შემოდგომას, გავყიდე მამა, ხო არ გავყიდე? ყურძენს ორ ლარზე ნაკლებად არ გავყიდითქო, ხო არ გავყიდე ორ ლარზე ნაკლებად, მამიკო? ხო, რო გითხარი, ამქარ შემოგიწვენ დღესე მამათქო, შემოგიწვენ. რა ქვია შეუწე, კაცო იქნება მე მინდა ჩემ რიცხვ რა შემიწვინა. ქვია, გოგო, შეგინა ბორში რა ქვია, მე მინდა და მე ვიხარი შეზიადრე. თვალებში შეხედე, მე ვარ მოსული, მე უნდა შევაფასო. თითამი მე აქ უდგავა, რას ქვია შემოუწვენ, შევუწვენ. და რა უყურე? რა, მე არ მინდა კი შეზიადრე. ახალი ნასკები სპეციალურად შეიცვა ბორშმა. სამის ნასკები. რიგი დაიკავე ხო? რას ქვია რიგი დავიკავ? მამა შენ არ ინერვიულო, მამა გენა. არ ჩაერიო. მოიცა, ანუ ვერ მხედ ერთი წამი რა. ერთი წამით ვერ გავიგე ახლა აქ რა ხდება ვე. ო, ტონი ძალიან არ მომწონს. მე ადამიანი ვარ, ხვდებით, მე ქალი ვარ აქ. უი მე და ქალის ტვინით ხამ შეჭამაო შვილო შენ ვინ რას გეკითხება გეხვეწები ერთ წამი მამიკო გეხვეწები კისერში უწიე მიდი რას მინდა კაცო მამიკო გეხვეწები შვილო რენახე ანეთარი წკმუტუნი თუ დაიწყე ესე იგი უჯიშო ხარ არ გამომადგები ერთი წამი მაცადე შვილო გამიგატირი მოდი ახლა პირი გამიღე გოგო ხახა მაჩვე ხო ვსიო ეგარი აკეთებ თქვენ ო ნორმალურად შავი თუ გაქვს ხახა ესე იგი ის არის რა ქვია ავიხარ და აუცობს არ მოვაყვანიებ ჩემ ზურიკოს იმიტომ რომ ნობიერი ბოიში მყავს შავი რატო უნდა მქონდეს ხახა დამარკვიეთ არა შავი კაი გოგოა ძალიან გადით იქეთ თქვენ გადი აბა მამიკო აი მე რა ცუდად ვიყურებს მამა მამიკო ვაიმე არდა ეცე შვილო გამოდი ნასკები აქ გეწორში მასე მამა გენაცვა მოკლედ მომისმენთ ერთი წუთი არ მაინტერესებს არც ეს ბიჭი არც თქვენი ბიჭი არც არავინ მე აქ ქალი ვარ და ცოტა დამაფასეთ გასაგებია ქალი ვარ ქალი არ დამიწყო ახლა ამ გენდერულ რაღაცა გენდერულით ისე რომ თანასწორობაო თუ რაღაცაო მაგაზე რო ლაპარაკობენ მაგას ამბობენ გარეთ საზოგადოებაში თორე სახლში და ოჯახში დაიმახსოვრე კაცი არის უფროსი და შენ ცოლი ხარ მონა რატო უნდა ვიყო გამიშვი ბიჭო გადი ბიჭო შედიხე აჩიკო ჯერადრი ანუ მგონია რომ როგორც პირუტყვს ისე მაფასებთ ხვდებით საერთოდ ანუ მართლა ეგრე მგონია შენ ახლა შორს ხედველი ხარ თუ ახლოს ხედველი ეგ მაინტერესებს რა შუაშია კაცო რა მნიშვნელობა აქვს მაგას საერთოდ ალბათ და მითხარია ბაშვილო ანუ ახლოს უფრო კარგად ხედავ შორს ვერ ხედავ წევედი ზურიკოს სახში ბრაკია არ გამოგვადგება ახლა გეხვეწები წამოდი რა წამოდი შვილო ახლა ქალი რომელიც მამა დილას ადგება ყანის ბოლოზე გადმოვა და ასე რომ ეჭდილავს და ნახიც გახედავს თავის ძროხას რო ვერ გაარჩევს სხვისი ძროხისგან რა თმინდა მაგნაირი ქალი მესახში ბრაკი არის შვილო წამოდი წამოდი ეს მინდა რას ნიშნავს ნიჭი რა გინდა და ახალი ნასკებიც შეიცვი მაგრამ არ გამოგვადგება არაფერში გაგაცნო ნათია ჩემი კლასელი კაი ფორმაში არის შვილო და გამოგადგება ეს აი მამა დიდი არის უფროსი არის წამოდი ბეჭო უფროსი რა შუაშია თავის ძროხას მაინც ხვდება სახში და იცის ვინ არის და რა არის და მართალს გეუბნები ხელები გამოწია შვილო აქ წად გამიშ პატარა ხელები აქვს ცურსაც ძროხასაც ვერ მოწვევი შვილო რა შეგწიდება მამა წამოდი ნათიასთან შენ გაკეიფებ წამოდი აი მე როგორ ვიყურებთ ბებო მოკლედ ყველა ესეთია ძალიან მეშინია რადგან კონკურენტი აღარ მყავს ყველა ჩამოვიშორე მოდი შევთანხმდეთ ახლა ესე იგი მენჯი ვიწრო აქ გოგოს საკეის რო დაჭირდება ვინ თქვა ტონი ძალიან დასარეგულირებელი აქვს სახეზე რაღაცა თბილისური იერიც აქვს ხო მოკლედ არ შენი ორ ძროხას მოგცე ბატონო ესეც შინაურობაში ნუნუ თორე ეს გოგო ერთ უშობელზე მეტი არ ღირს თამრიკო ძანაც ნუ გააკეთე ხლა შენ იქ შენი ბანდარა აწიე და შენ ხბოშვილთან ერთად გაეთრიე საერთოდ აი ნუნუ დაწყნარდი არ გვინდა ეს შეურაცხყოფა ორი უშობელი გაეთრიე სამი უშობელი და ერთი კაი საყანე მიწა სამი უშობელი და ერთი საყანე მიწაო გაეთრიე დროზე უჯიშოები გაეთრიე და გაუთხოვარი შენი უშობელი გაუთხოვარი და ხარისოფლელებით არ გაეთრიეთ ბებო აქ როგორ ცხოვრობ უნდა წაგიყვანო და თბილისში როგორ დავახვევინე ბებო მაგარია შვილო ისე ცია მოდი ბებო მართლა ერთი 20 კილო რო დაიკლო აი გოგო იცი რატო ბებო ნახე
მუხლი, თითქოს შეშუპებულიაო ეს ბებო. მაყლებით და ხახო. მე კი გამოგიკებსავ, მაგრამ იხეხება. ბებო, რატომ ელაპარაკე? 20 კილო და აი გოგო. ბებო, არ მჭირდება -20 კილო. კი, აბა წამოდი ბებო მკვერცხი მოგიხარშო ცილებიო. არ მინდა რა არის შვილო რა? რა არის? ხა მამი და შენის გენეტიკაზე ხარ. მე რატო? იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.